Elite Electronics-ის გაკოტრება გარდაუვალია. საყოფაცხოვრებო ტექნიკის ქსელის ყოფილი მფლობელი ახალ განცხადებას აკეთებს. ანზორ ქოქოლაძე ამბობს, რომ Elite Electronics დარიცხული ჯარიმის გამო მალე გაკოტრება ემუქრება. ქოქოლაძის თქმით, კომპანიამ საგადასახადო სამსახურს დოკუმენტაცია შეგნებულად არ მიაწოდა, რაშიც TBC ბანკის ინტერესებიც იკვეთება. ქოქოლაძე დღეს კომპანიის დაბრუნებას უშუალოდ ბანკის სამართალყურეო საბჭოს თავმჯდომარისგან მამუკა ხაზარაძისგან მოითხოვდა. არის მამუკა ხაზარაძის და მისი პარტნიორების მორიგი მაქინაცია, რის შეგნებულად არ მიაწოდეს საგადასახადო ინსპექციას დოკუმენტები, რათა ეს დარიცხვა მომხდარიყო. დარიცხვის მოტივი იყო ის, რომ გადაეფარათ ის დანაშაულებრივი ქმედებები, რაც მათ ჩაიდინეს და მეორეც Elite Electronics-ი რეალურად გაკოტრების წინაშეა, კრედიტორები უჩერიან მაღაზიაზე იკეტება, რეალურად მძიმე მდგომარეობაა კომპანიაში და ეს მდგომარეობა რომ გადაფარონ და ეს წარუმატებლობა დამაბრალონ ამის გამო მოხდა ეს ყველაფერი. ყოფილი მფლობელის განცხადებებს Elite Electronics-ის ახალი ხელმძღვანელობა დეზინფორმაციას უწოდებს. კომპანიაში განმარტავენ, რომ მათი ფინანსური მდგომარეობა სტაბილურია და ბოლო პერიოდში მაღაზიების დახურვა ახალი კონცეფციის ქსელების განვითარებას უკავშირდება. Elite Electronics-ში აცხადებენ, რომ ქოქოლაძე მისი მმართველობის პერიოდში დარიცხული ფინანსური სანქციების საფუძველზე შესაძლო პასუხისგებლობის არიდებას ცდილობს. არის საკითხი, რომ ბატონი ანზორის სისხლის სამართლებრივი ბრალი შეიძლება წარეყენოს, სწორედ თვლით, რომ სწორედ ამიტომ აკეთებს იგი ამ განცხადებას. ჩვენ დაუკავშირდით მათ, ცადეთ მათთან თანამშრომლობა, თუმცა მათ არანაირი უკურჩვენება არ მოუწიათ. 2013 წელს ჩვენ მართალია დავუყურეთ 2 მაღაზია, თუმცა გავხსენით საქართველოს მასშტაბით 5 მაღაზია. როდესაც კომპანია გააკოტრების პირას არის, ვერ გახსნის 5 მაღაზიას დამატებით. ქოქოლაძის განცხადებებს უპასუხეს TBC ბანკშიც. გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა ღაძაძე მიიჩნევს, რომ ქოქოლაძე საკუთარი საგადასახადო დანაშაულებების გამართლებას ცდილობს. დღევანდელი პრესკონფერენცია არის იმის მცდელობა, რომ გაამართლოს თავისი საგადასახადო დანაშაულებები თავისი 2007 წელს ჩადენილი ბატონ ანზორ ქოქოლაძეს სურს თავისი ტექნობუმის ფინანსური პრობლემები გადაფაროს სწორედ ესეთი PR კამპანიებით, რადგანაც მას სხვა ტიპის არგუმენტები პრაქტიკულად არაფერი არ აქვს დარჩენილი. შემოსავლების სამსახურის მიერ Elite Electronics-ში აღმოჩენილი ფინანსური დარღვევები 2007 წლის პერიოდს უკავშირდება. ამ ეტაპზე დაკისრებული ჯარიმის ნაწილი შემცირებულია და დარჩენილის შემცირებაზე მიდის მუშაობა.